მოგესალმებით, ეს არის ტოპოსის მეხუთე გადაცემა, პირდაპირ მაუწყებლობს თემშარა, მე ვარ გიორგი ხუროშვილი და დღეს ვსაუბრობ ძალიან საინტერესო თემაზე. თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი თანამედროვეობაში და ამ საკითხებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ არქიმანდრიტი დიონისე კვიმრაძე, დმანისის სიონის წინამძღვარი, დიდი მადლობა მამაო მოგზაურობისათვის. და მოდით ჩვენ საუბარი დავიწყოთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე საუბრით. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად შეინიშნება რაღაცა ეგრეთ წოდებული ხალხური ღვთისმეტყველების ნიშნები, ხო? როდესაც რელიგიური საკითხების შესახებ, რელიგიური წესების შესახებ არსებობს ხოლმე არა იმდენად თქვათ ესეთი ეკლესიური წარმოდგენები, არამედ უფრო ხალხური წარმოდგენები. არადა ჩვენი წინაპრები ამას საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ ყოველთვის, რომ თეოლოგიური აზროვნება და საღვთისმეტყველო აზროვნება ყოფილიყო მყარი წიგნობრული ტრადიციით გამყარებული. და ამის ნიშნები გვაქვს. ეს შეიძლება დავაბრალოთ საბჭოეთსაც ალბათ, მაგრამ თლიანობაში რომ დაგვანახოთ სურათი თქვენი აზრით, რაში შეიძლება იყოს პრობლემა? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, წარმატებას ვუსურვებ ამ საინტერესო პროექტს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბუნებრივი არის საბჭოეთის გავლენა ძალიან დიდია, იმიტომ რომ მიზანმიმართულად ხდებოდა ყველაფერი იმ ტრადიციის განადგურებაზე ფიქრი და ზრუნვა და ქართული საზოგადოება მოწყვეტილიყო ეკლესიას, იმ ტრადიციას, რომელზეც დაფუძნებული არის ქრისტეს ეკლესია და ბუნებრივი არის, რომ გარკვეულწილად ეს აისახა კიდეც ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე და რასაკვირველია შეიძლება ითქვას, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ამ წყვეტას ტრადიციასთან გააჩნდა საკმაოდ დიდი პერიოდი, ასე მარტივი არ არის უცბად დაუბრუნდე იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და სრულფასოვნად გააცოცხლო და განაახლო ის რელიგიური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელითაც უნდა გამოირჩეოდეს ზოგადად ქრისტიანული საზოგადოება. შესაბამისად, მე ვიტყოდი, რომ მთავარი მიზეზი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციასთან წყვეტა ჰქონდა. და რაც შეეხება იმას, რომ სრულფასოვნად ჯერ არ არის აღდგენილი ტრადიციის სრული აღქმა და გაგება და ეს საზრონო და თეოლოგიური, თქვენ როგორც აღნიშნეთ, თეოლოგიური ტრადიციებისადმი მეტნაკლებად გულგრილი დამოკიდებულება არსებობს დღეს. ბუნებრივი არის ეს ნელ-ნელა მე ვფიქრობ, რომ სწორდება, ეს პროცესი არის და ამას თავისთავად დიდი მუშაობა, ჯაბასი, პრობლემების დაფიქსირება, მე ამ პრობლემებზე გადაჭრების პოვნა არის საჭირო, რომ ნელ-ნელა ჩვენ აღვადგინოთ ის დიდარი მემკვიდრეობა. აი მამამოდიოსე თქვენ ასე გამოცდილი მოძღვარი ბრძანდებით მრავალი წელია ემსახურებით საქართველოს ეკლესიას და მე მაინტერესებს თუ თქვენ გიფიქრიათ ამ საკითხზე ან დაგიფიქსირებიათ, როგორ ჩდება ეს ხალხური წარმოდგენები, ხო? იმიტომ რომ ერთია ვთქვათ საბჭოთა პრაქტიკები, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, მაგრამ რეალურად თანამედროვე დროშიც, ჩვენს დროშიც ჩდება ახალი ხალხური წარმოდგენები, ხო? როგორ ჩდება და აი დაახლოებით რა არის წყაროები, საიდან მოდის ეს ვთქვათ, არასწორი გაგებიდან, ინტერპრეტაციის პრობლემიდან, არასწორად მიწოდებული ინფორმაციიდან, თუ ვთქვათ კიდე რაღაცა სხვა პოტენციური გზებიდან. პრინციპში თქვენ რაც ჩამოთვალეთ და კითხვაში აღნიშნეთ, ყველაფერი შეიძლება ერთობლიობაში მოვიაზროთ და ეს პასუხი იყოს, იმიტომ რომ გარდა იმ საბჭოეთის გადმონაშთისა, მართალს ბრძანებთ თქვენ, რატომაც ადამიანი მიდრეკილი არის, რომ ის რაც უფრო ასე ვთქვათ, ადვილად ხელშესახებია მისთვის, რაღაც სასწაულთან არის დაკავშირებული ან რაღაც ცნობად სახესთან არის დაკავშირებული, იმას უფრო ადვილად აღიქვამს და ის სიღრმეებში წვდომა, კვლევა, ძიება, რაც უნდა იყოს ქრისტიანის მოაზროვნე ადამიანის და მოქალაქის თავარი სურვილი, ეს რატომღაც უგულებელყოფილია და შესაბამისად ეს არის თავარი მიზეზი, რომ არ ხდება ის კრიტიკული ანალიტიკური აზროვნება და ზედაპირზე რაც ჩანს, აი ფორმალური სახით, რაც უფრო ადვილად აღსაქმელია, იმაზე აკეთებს ადამიანი აქცენტს ხშირ შემთხვევაში და შესაბამისად ის სიღრმეები რჩება ყურადღების მიღმა. ამიტომაც ამ ტრადიციასთან ამ გარეგნულ ფორმალურ ხასიათის ღვთისმსახურებას თავისთავად არ აქვს
ის ცოცხალი კავშირი. დიახ. ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენს ხალხში ზოგადად მართლმადიდებლობა ძალიან ესე მყარად ფესგადგმული ტრადიციაც არის და პრინციპში ცოცხალი რელიგიაც ამავდროულად, ხო? და ძალიან ბევრი ადამიანისთვის და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის მოძღვარი, როგორც ადამიანი მათ ცხოვრებაში, რომელიც გარკვეულ თვალსაზრისით ეხმარება მათ ცხოვრებისეული სირთულეების და გამოწვევების გააზრებაში და დაძლევაში. აი თქვენ როგორ ხედავთ მოძღვრის როლს და რა უნდა იყოს ზოგადად მოძღვრის როლი თანამედროვეობის კონტექსტში მათ შორის? დიახ. მოძღვრის როლი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი არის ქრისტიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყოველი ქრისტიანი თავისი ცნობიერებით უნდა გამოხატავდეს იმ არსს, რომ ის არის ღვთისგან დაშორებული, ასე ვთქვათ, სულიერად ცნეულობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ჭირდება მკურნალობა, ნებებთან შებრძოლება, წოდების დამარცხება. და აი ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სწორედაც პირველი დამხმარე ვინც უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მოძღვარი, ხო? რომელიც პირველ რიგში თავისთავად პირად მაგალითს უნდა აძლევდეს ასეთ ადამიანს და მეორე მხრივ უნდა იყოს კეთილი მრჩეველი. მაგრამ აი სამწუხაროდ თქვენ როგორც აღნიშნეთ, არის ესეთი სტერეოტიპები, რომ ანუ მოძღვრისა და სულიერი შვილის დამოკიდებულება რჩევაზე არ დაიყვანება, არამედ ზოგჯერ არის ეს ბრმად მორჩილებაში გადადის, რომელსაც რა თქმა უნდა არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანულ ტრადიციასთან, იმიტომ რომ მოძღვარი უნდა ეხმარებოდეს პირიქით ადამიანს იმაში, რომ მისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოვლინდეს. თვითონ დამოუკიდებლად დაიწყოს სულიერი ცხოვრება. დამოუკიდებლად არა იმას არ გულისხმობ, რომ მოძღვარი აღარ სჭირდებოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთელი რიგ საკითხებზე თვითონ ხვდებოდეს. ეს იმუნიტეტი გამოუმუშავდეს, რაღაცა ინტუიცია შინაგანი, რომ სირთულეების წინაშე ყველა დეტალზე მოძღვარს არ აწუხებდეს, ხომ და აი მოძღვრის თავარი მიზანი ამაში უნდა მდგომარეობდეს, რომ მთელი ეს რესურსი, რაც აქვს თითოეულ მის სულიერ შვილს, ხომ, გამოყენებული იქნას და სრულყოფის გზაზე რაც შეიძლება მეტად დაეხმაროს ადამიანებს, რომ დამოუკიდებლად იმოქმედონ. იმიტომ რომ ეს გავს დაახლოებით იმ პროცესს, როდესაც თქვა მშობელი რომ უყურებს ბავშვს, პატარა ბავშვს, რომელსაც სიარული უნდა ისწავლოს, ხომ და ხომ მთელი ცხოვრება ხელჩაკიდებული ხო არ დაატაროს ეს ბავშვი არა, რა თქმა უნდა, ნელა უკვე რაღაც პერიოდში როცა ხედავს რომ დამოუკიდებლად ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია ბავშვს, ნელა ხელს უშვებს რომ თვითონაც მიეჩიოს ბავშვი დამოუკიდებლად სიარულს. რა თქმა უნდა, ყურადღებას მშობელი ყოველთვის მიაქცეს შვილს, მაგრამ არა ისე რომ ბავშვი ყოველთვის მშობელზე იყოს დამოკიდებული, იმიტომ რომ ის იზრდება, ვითარდება და არ არის ხომ სწორი რომ პიროვნება ჩავკლათ ადამიანში. აუდიოს, აი მაგალითად დასავლეთში ეს მიღებული პრაქტიკა არის, რომ თქვათ ოჯახური კონფლიქტებისას სასულიერო პირები აქტიურად არიან ჩართულები, როგორც მედიატორები, ხო, როგორც რაღაც გამაშუალებლები. ჩვენთან რამდენად ხდება ეს და რამდენად არის ამ მხრივ ნდობა ჩვენს ოჯახებში, რომ თქვათ აი სასულიერო პირს მოუხმონ დახმარებისთვის. ჩვენთანაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად არის ჩართული სასულიერო დასი გამორწმუნეთა ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, შემთხვევაში ეს ძალიან პოზიტიურ შედეგს იძლევა, მაგრამ არის ხოლმე, როგორც ყოველთვის ხდება, რაღაცა გამონაკლისები, როდესაც ცოტა უხეშ ჯარევასთან გვაქვს საქმე, ხო? იმიტომ რომ ჩვენ როგორც წეგან აღვნიშნე, მოძღვარი ჩევით უნდა შემოიფარგლოს, ხო? მან გზა უნდა უჩვენოს თავის სულიერ შვილებს, ერთგვარი კანონიც უნდა დააკისროს, ანუ რა სახის ლოცვები წაიკითხოს, თქვა როგორ იმარხულოს, მაგრამ არ შეიძლება რომ ყველა წვრილმანზე იყვნენ მოძღვარზე დამოკიდებული. აი როგორც წეგან აღვნიშნე, ხო? ეს დამოუკიდებლობის მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ახლა ყველა წვრილმანზე და ნებისმიერ კონფლიქტზე, რაც ოჯახში ხდება თუ მოძღვართან ირბინა ერთ-ერთმა მეუღლემ თუნდაც, ხომ, ეს დამატებით სხვა სირთულეებს წარმოშობს და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პრაქტიკა არის, ბუნებრივი არის და მოძღვარს ამ მხრივ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია და დიდად ეხმარება, განსაკუთრებით დღეს, აი, როდესაც უამრავი პრობლემა არსებობს ოჯახებში, მაგრამ იქაც აი ეს ოქროს შუალედი უნდა იქნას დაცული, რომ ვეცადოთ ზედმეტად
არ მოხდეს ოჯახის სივრცეში შეჭრა უძღვრის მხრიდან, იმიტომ რომ ეს აუცილებლად უფრო დიდ ცირთულებს წარმოშობს პერსპექტივაში. კი ბატონო, ნამდვილად ესე არის. თან რა არის, იცით რომ ეხლა ჩვენი საზოგადოება ხო საბოლოო ჯამში საკმაოდ რთული ფენომენი გახდა, ხო, ადრე ყველაფერი უფრო მარტივი იყო. ეხლა ადამიანები ბევრად უფრო ფრთხილები არიან მთელი რიგი მიზეზების გამო, ხო? და აი ამ თვალსაზრისით მაგალითად თქვენთან როგორი გამოცდილება, ან ზოგადად როგორ უნდა იყოს ეკლესიის რჩევები, ცხოვრებისეული რჩევები, არ ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, თქვა, სხვებთან როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა, საქმის მიმართ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს, თქვა, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ და ასე შემდეგ, ხო? რამდენად რეალურად ხდება მრევლის მიერ ამის გათვალისწინება და რამდენად ცხოვრობს აი ამ რჩევების მიხედვით ადამიანები. ხო, ერთია რომ ისმენენ, ხო, ცხადია რომ ისმენენ, მაგრამ ცხოვრებაში რამდენად ხდება რეალურად ამის გათვალისწინება. რამდენად აძლევთ მათ შორის მათ ცხოვრება იმ საშუალებას რომ ეს გაითვალისწინოს. დიახ, საინტერესო კითხვა არის, რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია, ბუნებრივია, ხო, რომ თვითონ სამრევლოში, ასე თქვათ, კატეგორიებად შეიძლება დაიყვნენ ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ და რომლებიც შედარებით ნაკლებად ამ რჩევებს. თუმცა, როდესაც მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი ეკლესიის წიაღში არის, ის ქრისტეს გზას ადგას, ის უნდა ეცადოს ყოველთვის, რომ ეკლესიის პოზიცია, ეკლესიის ამ შემთხვევაში გავიგოთ როგორც ქრისტეს მოძღვრების გამოძახილი, ხო? ქრისტეს სწავლება და მოძღვრება ის მას გულზე უნდა ქონდეს ამოტვიფრული, ხო? თითოეულ ქრისტიანს და ეკლესია ზუსტად იმაში ეხმარება და მოძღვარი, რომ გადაამოწმოს სწორად ესმის თუ არა მას ეს სწორად აქვს თუ არა აღქმული, ხო? ყოფით ცხოვრებაში ქრისტეს მცნებების რეალიზება, ის როგორც ცხოვრობს და აქედან გამომდინარე ბუნებრივი არის, რომ როგორც ჩვენ მოძღვრებისთვის გულსადგენი არის ხშირად ჩვენ რაღაც რჩევებს ვაძლევთ, არა ჩვენი პირადი რაღაცა შეხედულებებიდან გამომდინარე. ხომ, არამედ უპირველეს ყოვლისა ქრისტეს მოძღვრებიდან ამოვდივართ, ხო, მთელი რიგი საკითხებზე, იმიტომ რომ წმინდა წერილში და ზოგადად წმინდა მამათა შემოქმედებაში მთელი რიგი საკითხები, ну ზოგიერთ თანამედროვე საკითხს თუ არ ჩავთვლით, კარგად არის განხილული, გაანალიზებული, ჩამოყალიბებული და ჩვენ აი ამ ცოდნას, ამ გამოცდილებას გადავცემთ ხოლმე მორწმუნეებს და ზოგი ადამიანის მხრიდან ამის გათვალისწინება არ ხდება სამწუხაროდ და ეს ბუნებრივია, არა სასიამოვნოა, მაგრამ თქვენ მეორე კითხვაც დამისვით ამავე დროს რაღაც ამასთან ერთად. ხო, ანუ რამდენად აძლევს ცხოვრებად საშუალებას. ხო, რა თქმა უნდა, აი ეს საინტერესო არის, რომ ცხოვრება ახალი გამოწვევებით არის ახსავსე, რაც წინა საუკუნეებისთვის არ არის წინა საუკუნეებში არ არის, რა თქმა უნდა, და უცხო არის დღევანდელი გადმოსახედიდან და ზოგიერთი საკითხი არ არის გათვალისწინებული ბუნებრივია წმინდა მამათა შემოქმედებაში. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად, ჩვენს მრევლთან ერთად გვიწევს ხშირად აი ამ ახალი გამოწვევების წინაშე წარდგომა და მათთან გამკლავება. და აქ უკვე მე ვფიქრობ, რომ მარტო მოძღვრებზე არ უნდა იყოს მრევლი ასე ჩამოკიდებული, რომ მოძღვარი რაღაცა მზა რეცეპტს აძლევდეს მრევლს, რომ აი ეს ასე უნდა გავაკეთოთ, ამ საკითხში ასე უნდა მოვიქცეთ. თვითონაც უნდა ადამიანები, რა თქმა უნდა, დროის დეფიციტი შეიძლება არის, მაგრამ მოწადინებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ თვითონაც რაღაც ინიციატივები გქონდეთ, თვითონაც ხდებოდნენ როგორ შეიძლება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა და მოძღვართან აი ზუსტად მერე უნდა ხდებოდეს დისკუსია. კი ბატონო. აი ამავე კონტექსტში, მამა დიონისე, ჩვენ თანამედროვე სამყარო ხშირად გაიგება როგორც თავისუფლების სამყარო, რომელიც უმეტესწილად გამოიხატება ხოლმე ინდივიდუალიზმით, ხო? ანუ დიდი დოზით არის ჩვენ თანამედროვე სამყაროში ინდივიდუალიზმი. მაგრამ მეორე მხრივ ეკლესია თავისი არსით არის გაერთიანებისაკენ მოწოდებული ორგანიზაცია, ხო? საკრებულო არის თავისი სტრუქტურითაც და შინაარსითაც. თავისუფლების გაგება როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქრისტიანისთვის, ხა ცოტა რთულ რაღაცას გეკითხებით, ვიცი, მაგრამ ჯერა ძალიან საინტერესო რამეს გვეტყვით ამაზე. თავისუფლების გაგება არც ერთ ეპოქაში პრინციპში მე ვიტყოდი, რომ არ შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო, რაც ქრისტემ გვიქადაგა, გვასწავლა და დაგვანახა. ზუსტად ასე იყო პირველი საუკუნიდან და დღესაც ასე უნდა იყოს. უბრალოდ დღეს ეს თემა უფრო აქტუალური გახდა და შეიძლება ვიღაცისთვის
თავისუფლების ამგვარი გაგება მიუღებელი იყოს, რასაც თანამედროვე სამყარო გთავაზობს, მაგრამ ზოგადად ქრისტეს ეკლესია არავის ხვდავს. არაფერში გსხვდავს ქრისტეს ეკლესია პირდაპირ გაუნება ხო პავლე მოციქულის პაგეებით ამ შემთხვევაში რომ ყველაფერი შესაძლებელია ჩემთვის. ანუ მე თავისუფალი ვარ ფაქტობრივად ამბობს პავლე მოციქული, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის. აი ამ პრინციპიდან უნდა ამოვიდეთ ჩვენ. უბრალოდ თანამედროვე სამყარო აძლევს თანამედროვე ადამიანს იმის საშუალებას, რომ მართლაც უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს და ანუ ცოდვისკენ ასე უხეშად რომ ვთქვათ, უფრო ადვილად არის ხელმისაწვდომობა და უფრო ადვილად შეიძლება აღასრულოს ადამიანმა და ცოდვა ხშირ შემთხვევაში უკვე აღარ არის აღქმული საზოგადოების მხრიდან რაღაც როგორც მან კი არ გამოვლინებად და ეს რა თქმა უნდა პრობლემა არის, მაგრამ ქრისტიანისთვის ეს არ უნდა იყოს გადამჭრელი, იმიტომ რომ ქრისტიანი ყოველთვის უნდა აცნობიერებდეს, ანალიზს უნდა უკეთებდეს, რომ ესა თუ ის გამოწვევა რაც არსებობს, თუნდაც მოდა რაღაცა, რასაც შეიძლება აღასრულებდნენ თქვა პირობითად თანამედროვე ახალგაზრდები, ის სასარგებლოა თუ არა ჩემთვის. აი ამ პრინციპზე უნდა იქნას დაყვანილი. თორე ქრისტეს ეკლესია არასდროს არ ზღუდავდა თქვენ კარგად აღნიშნეთ როგორც კრებული ინდივიდუალურ პიროვნულ თვისებებს, პირიქით ინდივიდუალური და პიროვნული თვისებები მაქსიმალურად უნდა გამოყენებულიყო ეფექტურად კრებულის განვითარებისთვის, კრებულის სრულყოფისთვის. კი ბატონო. ახლა თქვენ ცოდვა ახსენეთ მამა დიონისე და ამ საკითხზე სხვა შორის მეც მიფიქრია რომ თითქოს ჩვენმა თანამედროვე მდგომარეობამ და მათ შორის ჩვენი სოციალური ცხოვრების აი ამ ჩქარმა ტემპმა მრავალმხრივმა განვითარებამ პრინციპში ხო რომელიც ყოველთვის უარყოფითი არ არის ბევრი დადებითი რაღაცაც არის მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია გააჩინა რომ თითქოს ცოდვის მიმართ როგორც ასეთის მიმართ გაჩნდა უფრო ასე ვთქვათ რბილი დამოკიდებულება ხო აი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა ამ მხრივ არის ტყუილი ხო ანუ ფაქტობრივად რთულია ნახო ადამიანი რომელიც დღეში რამდენჯერმე მაინც სიცოცხლეს არ ამბობს ხო ტყუილს არ ამბობს ყოველდღიურ ცხოვრებაში და აი ამ თვალსაზრისით ცნობიერება ცოდვის ცნობიერება მე ვფიქრობ რომ ცოტა ასე ვთქვათ შემცირდა ხო აღარ არის ისეთი ფუნდამენტური როგორც შეიძლება უნდა იყოს თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს და რა შეიძლება იყოს გამოსავალი დიახ, მამაში გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ ცოდვის პროპაგანდა მეტად ხდება მთელი რიგი მიმართულებით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქრისტიანი დროთა განმავლობაში თავის ამ ეთიკურ მოძღვრებას, რასაც არის აღმოცენებული, ხო, ეს ჭეშმარიტი რელიგია ზოგადად არ უნდა ცვლიდეს ამ ტრადიციის ერთგული უნდა არჩებოდეს, იმიტომ რომ ქრისტიანი თავის თავში დაატარებს თვითონ იმ კრიტერიუმს, რითაც უნდა განსაზღვროს, რა არის ცოდვა და რა არა. და ეს ჩვენ როგორც წმინდა წერილი გვეუბნება ხო გულზე არის ამოტვიფრული ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში არის ამის შესახებ მინიშნება რომ ადამიანი რომელიც მოინათლება ქრისტეს სახელით და რომელიც მერე ცხოვრობს ქრისტეს ცნებებით საიდუმლოებში მონაწილეობს ხომ ის თვითონ საკუთარ თავში დაატარებს უკვე ამ ცოცხალს ჯურს შესაბამისად მისთვის ნებისმიერი სახის გამოწვევა, რაც არ უნდა ფართო საზოგადოებისთვის იყოს მისაღები და ნებისმიერი სახის ცოდვის პროპაგანდა ვერ იქნება რაიმე განსაზღვრელი, იმიტომ რომ მისთვის თავარი განსაზღვრელი არის ის შინაგანი ხმა, სინდისი და ის მადლმოსილი მდგომარეობა, რომლითაც ადვილად განსჯის და არ ყვევს, რომ რა არის ცოდვა და რა არა. შეიძლება საზოგადოებამ შეცვალოს ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულება რაც ადრე მიუღებელი იყო, თქვა დღეს მისახები გახდეს, თქვენ როგორც აღნიშნეთ, თქვა ტყუილის მაგალითი პირობითად, ხო? მაგრამ ეს ქრისტიანი ამ პრინციპებით არ ხელმძღვანელობს, ხო? მას შინაგანი ჯერ ერთი ქაღალდზე დაბეჭდილი, ასე თქვა, წიგში ასახული ცნებები გააჩნია, ცოცხალი ღმერთის მიერ ბოძებული, წმინდა ეკლესიის მიერ შემონახული და დღემდე მოტანილი და მეორე როგორც აღნიშნე, შინაგანის ჯული, შინაგანი მდგომარეობა რომლითაც განსაზღვრავს რომ ესა თუ ის ქმედება როგორ აისახება მის შინაგან მდგომარეობაზე იმიტომ რომ ნებისმიერი ცოდვა რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ ეს დიდი იქნება უფრო მძაფრად აღვიქვამთ ამას თუ მცირე იქნება აუცილებლად შესამჩნევია მორწმუნე ადამიანისთვის იმიტომ რომ მის შინაგან სამყაროში რაღაცა ჰარმონია ირღვევა კი ბატონო ხო აი ამ საკითხთან დაკავშირებით არის კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც მე ვფიქრობ
გარკვეული თვალსაზრისით თითქოს აი სულ მეორდება, ხო? ეს არის მაგალითად ტექნოლოგიებთან და ზოგადად თანამედროვე სხვადასხვა ინდუსტრიულ პროდუქტებთან ურთიერთობის საკითხი, ხო? მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში მაგალითად მაკდონალდსი ითვლებოდა ეშმაკეულად კომპიუტერიც. ხო და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას სერიოზულად ავითარებდნენ ამ თეორიებს და ეს სხვა შორის ეს სურათები რამდენჯერმე გამეორდა მე, აი გახსოვთ ID ბარათებზეც და ისეთი რაღაცა იყო, ვაქცინაზეც შემდეგ ასეთი რაღაცა იყო, ხო? მეორე მხრივ ჩვენ კარგად ვიცით, რომ რეალურად ქრისტიანობამ თავიდანვე გახსნილი იყო, ხო, იმჟამინდელი ტექნოლოგიების მიმართ, ხო, ქრისტიანობა თავიდანვე წიგნიერი რელიგია იყო და მათ წიგნები და ტექსტები, წერითი, ასე ვთქვათ, პრაქტიკები გამოიყენეს და მათ გავრცელების საშუალებები გამოიყენეს იმისათვის, რომ მოეცვათ რაც შეიძლება დიდი არეალები. აი როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ამ საკითხებთან მიმართ და როგორ ფიქრობთ, რა საიდან მოდის ეს შიშები? ხო, აი ეს შიშები, რომელიც ადრე მაკდონალდსთან იყო, კომპიუტერთან იყო, მერე ID ბარათთან იყო, მერე ვაქცინასთან იყო, კიდე ბევრი რამე შეიძლება იყოს, რაც ხა მე არ მახსოვდეს, რაც იყო ასეთი შიშები. საიდან იბადება ასეთი შიშები? ამას თავისი მიზეზები გააჩნია და ეს არ არის ახალი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თუ გადავხედავთ ეკლესიის ისტორიას და უფრო ადრეც თვითონ იუდაურ სამყაროშიც კი იყო ერთგვარი აპოკალიფტური სექტები, რომლებიც საუბრობდნენ სამყაროს აღსასრულის შესახებ. შესაბამისად, როდესაც ეს იდეა, ეს კონცეფცია, ასე ვთქვათ, მიღებული არის ამა თუ საზოგადოების რაღაცა ნაწილისთვის და კონკრეტული პიროვნებისთვის, ხომ, ის ყველაფერს შიშით უყურებს, ყველაფერს ახარს. ინოვაციას, ასე ვთქვათ და შესაბამისად ეს აქედან მომდინარეობს, სხვა მიზეზი ამას არ გააჩნია. თორემ თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ხომ, ეს მთელი რიგი გამოწვევები ალბათ უტომებად შეიძლება აღინოს ხო საუკუნების განმავლობაში როგორი სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობდა ხო ყველა იმ სიახლისადმი რაც კი კაცობრიობას მოუფიქრებია და მოუგონებია და გამოუგონებია ხომ და შესაბამისად მთავარი მიზეზი ეს არის აპოკალიფტური სულით დაავადება მე ასე ვიტყოდი ცოტა მძაფრად და მკვეთრად თუ არ ჟღერს ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მეორედ მოსვლის მოლოდინი არ უნდა გაგვაჩნდეს პირიქით ასე ცხოვრობს ეკლესია თვითონ მოციქულებიც კი ამას ამბობენ და მოლოდინი გააჩნიათ რომ ის აუცილებლად იქნება ბუნებრივია და ამაზე დგას ჩვენი რწმენა ქრისტიანული მოძღვრება მაგრამ ამაზე ზედმეტი აქცენტების გაკეთება არ შეიძლება ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიური ცხოვრებით და როგორც ქრისტე გვეუბნება ხვალე მარიძუნოს ხალისათვის ანუ ჩვენ ყოველდღიურად მზად უნდა ვიყოთ ქრისტესთან შესახვედრად ეს არის თავარი და მეორე მხრივ კიდევ ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე უნდა აღქმული და მიღებული უნდა იყოს როგორ იმ თავარი პრინციპიდან გამომდინარე ხომ მიშლის თუ არა ის მე ქრისტესთან ურთიერთობაში მაგალითად პირობითად ID ბარათი ხო თუ არსებობს რაიმე ასპექტი რომლითაც მე დავაფიქსირებ რომ ID ბარათის მიღების შემთხვევაში მე ეს ქრისტესთან ურთიერთობაში ხელს შემიშლის კი ბატონო ეს უნდა აღნიშნო და თეოლოგიურადაც უნდა დავასაბუთო ხო რაში მიშლის რატომ მიშლის შესაბამისად მისაღებია თუ არა დასკვნა უნდა დაიდოს და კი ბატონო გასაგებია მაშინ ამ შემთხვევაში მაგრამ როდესაც მე მქონია აი კონკრეტულ ამ საკითხზე იმიტომ ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი პრობლემა იყო ხო დიალოგი დისკუსია ამ საკითხზე როდესაც დავსულვართ აი ამ პრინციპზე აბა გვიშლის თუ არა ხელს ვერ ასაბუთებენ უბრალოდ მე ამბობენ რომ აი მომავალში რაღაცებისთვის გვაჩვევენ მე ხომ მომავალში რაღაცებისთვის გვაჩვევენ მაგ პრინციპით ძალიან ბევრი რაღაცისთვის გვაჩვევენ და ხო ყველაფერზე შეიძლება ითქვას და ძალიან შორს დაგვრობას კი აბსოლუტურად გეთანხმებით და აი ამავე აზრის გაგრძელება შემდეგი კითხვაც მამაო რომ რეალურად ქრისტიანული ეკლესია და ზოგადად ქრისტიანული ტრადიცია არის ავტორიტეტების ტრადიცია ხო ეს ყოველთვის ასე იყო ავტორიტეტს აქ ქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და დღესაც ეს ცხადია ესე არის მაგრამ აი ჩვენ მაყურებელს რო აუხსნათ და ასე ვთქვათ განუმარტოთ ხო რომელ ავტორიტეტებს შეიძლება დაეყრდნოს ის და რომელს არა იმიტომ რომ აი მაგალითად თუ ჩვენ შევხედავთ ხანდახან აი ამ ეგრეთ წოდებულ პოპულარულ ხალხურ საღვთისმეტყველო დისკურსებს სოციალურ ქსელებში იქნება ეს თუ ზოგჯერ ტელევიზიაში არის ეს რაღაცები იქ დავინახავთ რომ ხანდახან მოყავთ ისეთი ავტორიტეტები რომელიც ახლა მე ცოტა რაღაცები ნასწავლი მაქვს ამ ქრისტეებს საერთოდ სახელიც კი არ გამიგია იმ ხალხის ხო
ანუ საიდანღაც ვიღაც ვთქვათ შეიძლება არ იმშოლა რუსეთში იყოს, ვიღაც ან საბერძნეთში იყოს, ან სულად სხვაგან და იქიდან მოდის რაღაცა ესეთი აზრები, რომელიც ჯერთი დიდწილად ერეტიკულია სხვა შორის და მეორეც ის არის, რა ქვია, დიახ. ადამიანი არც გამიგია, არც მსმენია ესეთი, ხო? ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ხშირად ესე რა არის. თქმა უნდა. ხო, და აი რო განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, პრინციპში როგორ უნდა გააკეთოს განსხვავება, ხო? ვის უნდა დაეყრდნოს და ვის არ უნდა დაეყრდნოს. აქ თალსახა არის და აი წეგან პრინციპში საუბრის დასაწყისში თქვენ რითაც რაზეც გამახვილეთ ყურადღება. ზუსტად იმ საკითხზე მივდივართ ხომ, რომ რატომ არის ეს რაღაცა ხალხური მოტივების შემოსული, რატომ არის თქვა დამახინჯებული ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცოდნის დეფიციტი გაგვაჩნია ჩვენ. ყველაფერი ყველაზე დიდი ავტორიტეტი და ზოგადად ავტორიტეტი ქრისტიანი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა იყოს და უპირობო ავტორიტეტი თვითონ ღმერთის მიერ გადმოცემული სწავლება და მოძღვრება, ხომ, რომელიც ასახულია ბიბლიაში. მაგრამ გარდა ბიბლიისა, ჩვენ რასაკვირველია მარტო ამით არ შემოვიფარგლებით, ეს უნდა ითქვას, რომ ეს კონცეფცია უფრო პროტესტანტული ეკლესიისთვის არის დამახასიათებელი, რომ მარტოდენ ბიბლიას ეხმარებიან. და მათთვის უპირობო ავტორიტეტი არის ბიბლია. ჩვენ ასე არ ვართ. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებაც არ სახად გვეუბნება, რომ წმინდა წერილთან ერთად, რა თქმა უნდა, წმინდა გარდამოცემა არის ჩვენთვის უპირობო ავტორიტეტი, მას უნდა დავეყრდნოთ და წმინდა გარდამოცემა ახლა ცოტა რთული საკითხია, ასე მარტივად შეიძლება ვერ გადმოცეთ რამდენიმე სიტყვით, მაგრამ წმინდა გარდამოცემაში მოიაზრება რა? ეკლესიის სწავლება, ის რაც საყოველთაო ეკლესიამ აღიარა და ამტკიცა. ეს წმინდა კრებების მიერ რაც იქნა დამტკიცებული და გადმოცემული, აი მწამსი პირობითად ხო? ერთ-ერთი მაგალითი ის საღვთისმსახურო ლიტურგიკული ტრადიცია რაც გვაჩნია, წმინდა მამათა შემოქმედება, რომელიც საყოველთაო ეკლესიამ აღიარა. და უფრო მეტიც ისიც კი უნდა ითქვას, რომ წმინდა გარდამოცემაში არ მოიაზრება ცალკე აღებული ერთი წმინდა მამა. იმიტომ რომ ის ერთი წმინდა მამა, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი, რაღაც საკითხში შეიძლება არამართებულ პოზიციას აფიქსირებდეს, არამართებული შეხედულება ჰქონდეს. ამიტომ, როდესაც ესა თუ ის წმინდა მამა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ეს იმას არნიშნავს, რომ თითოეული მის მიერ გამოთქმული სიტყვა, ან ქადაგება, ხომ, იყო აბსოლუტური უცდომელობა. ამასაც ამბობს ეკლესია, რომ მისაღებია ამ წმინდა მამის შემოქმედება, მაგრამ კონკრეტული რაღაც საკითხი არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ეს პიროვნება რაღაცის ზეგავლენის ქვეშ იყო, ანუ არ იყო მაშინ დაზუსტებული ამ საკითხში და ასე შემდეგ. ხო და მით უმეტეს თქვენ როგორც აღნიშნეთ, გაურკვეველი წარმოშობის პიროვნებები, წარმოშობის რა თვალსაზრისით კვალიფიკაციის დიახ, ცოდნის და მით უმეტეს წმინდათა დასში, რომლებიც არ არიან აღრიცხული და მათი სწავლება ჩვენ რაღაც დოგმატურ დონეზე ავიყვანოთ, ეს არის აი ალბათ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვა და დანაშაული და ჩვენ გვახსოვს, რომ ეკლესია ყველაზე შეუწყნარებელი, ასე ვთქვათ, იყო იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ ღვევდა ქრისტეს სწავლებას, ჭეშმარიტებას და თვითონ ქრისტე გვეუბნება, ხო, რომ ვინც ერთი მცირე თაგანი აცდუნოსო და ასე ასწავლოს სხვასაც, ხო, თავის მაგალითით და სიტყვით, ის უცირესი იქნება. და შესაბამისად არ შეიძლება ისეთი ადამიანების უპირობო ავტორიტეტად აღიარება, რომელიც ჯერ ეკლესიას არ უღიარებია და პირიქით, რომელსაც ეკლესია შეიძლება ითქვას, რომ არ შეიწყნარებს ამ პიროვნების ცხოვრების წესს თუ შემოქმედებას. კი ბატონო, გეთახმებით ნამდვილად. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო განმარტება იყო. მოვიდეთ ესე, ამავდროულად ჩვენი სამყაროსათვის ყველაზე ერთ-ერთი ესეთი აქტუალური გამოწვევა არის ეკოლოგიური საკითხები, ხო? დღეს ძალიან დიდი დებატები არის ამაზე გაშლილი, ვიღაცები ფიქრობენ, რომ გლობალურ დათბობაში ადამიანების როლი არის, ვიღაცები ფიქრობენ, რომ არ არის ამაში ადამიანების როლი და ეს სხვა მხრივ, ასე ვთქვათ, სხვა მიზეზებით გამოწვეული პროცესია. მაგრამ მე რაც უფრო მეტად ვეცნობი ქრისტიანულ მართლმადიდებლურ, მათ შორის თანამედროვე საღვთისმეტყველო ტექსტებს, ვხედავ თუ რამდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია ეს ეკოლოგიური საკითხი.
მათ შორის სწორედ თეოლოგიური პერსპექტივიდან, ხო, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ადამიანს ბუნებასთან. დიახ. ხო? აი როგორ ფიქრობთ თქვენ რა მიმართებები შეიძლება გამოვკვეთოთ ამ ხრივ ჩვენ? მე ასე ვიტყოდი, რომ ეკოლოგიური საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ორ ძირითად მცნებასთან, რაზეც საუბრობს იესო ქრისტე, ხო? ფაქტობრივად იესო ქრისტე და მე პავლე მოციქულის ამ საკითხს განავრცობს, რომ მთელი ჯული დაიყვანება რაზე? ღმერთისადმი სიყვარულზე და მოყვასისადმი სიყვარულზე. და როდესაც ეკოლოგიაზე ვსაუბრობთ, ეკოლოგიური საკითხებზე ზრუნვა და მსჯელობა და სამყაროზე ზრუნვა ადამიანის პირდაპირ მოვალეობა არის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და ღვთისმილება არის და რაც ღვთის მიერ არის შექმნილი, იმას ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს, ანუ ეს დაიყვანება, ასე ვთქვათ, ღმერთთან მიმართებაზე, ღმერთის სიყვარულზე და მისადმი ერთგულებაზე, იმიტომ რომ თუ ღმერთი გვიყვარს, მის მიერ შექმნილ სამყაროს არ უნდა გაუფრთხილდეთ და მეორე მხრივ მოყვასისადმი სიყვარულზე, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ეკოლოგიურ ნორმებს ვარღვევთ, ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება ბუნებრივი ადამიანის ჯანმრთელობაზე და თვითონ ჩვენზე დიახ, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი ესე შორეული პერსპექტივით არ ფიქრობს და პირადი ინტერესიდან გამომდინარე საზღვრავს ხოლმე ხშირად ბევრ რაღაცას და ეს უკვე არამართებული მიდგომა არის, იმიტომ რომ აი გლობალური დათბობა და ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც არსებობს, ბუნებრივი არის. ახლა მეცნიერულ კვლევას მე ვერ დავდებ, მაგრამ ბუნებრივი არის, რომ პროვოცირებულია თვითონ ადამიანების მხრიდან. კი, ნამდვილად. თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წინა შეკითხვაზე პასუხისას, რომ ადამიანები მაცხოვრობდნენ ყოველდღიური ცხოვრებით, ხო? არადა ჩვენს თანამედროვე სამყაროს ახასიათებს გეგმებით ცხოვრება. არა, ჩვენ ვსახავთ რაღაც გეგმებს, ეს არის 5 წლიანი გეგმა გვაქვს, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, მე 10 წლიანი რომ ეს უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ და ბევრი ადამიანი ამ გზას მისდევს და თან ამბობენ, რომ ამართლებსო. ეს მართლა არ ვიკითხოთ, არ ვიცი, არ გამოვიცდი ეგეთ ხანგრძლივ გეგმებზე ფიქრი. ქრისტიანის პერსპექტივიდან როგორ ჩანს ეს? ამდენად შეიძლება ამას კონდეს საზრისი რეალურად? არა, მე ვიტყოდი, რომ ქრისტიანობა ზოგადად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ამოდის სარგებლობიდან, ეხლა როგორც თქვით, ხო? სულიერი სარგებლობიდან, პიროვნული განვითარებით კონტექსტიდან, ხო? აი ესეთი გეგმების დადგენა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავისადმი, ოჯახისადმი და ასე შემდგომ, ვერ ვიტყვით, რომ არ არის მისაღები, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ყოველდღიურად უნდა იყოს რაღაცა შემართებით, ხო, მიზანდასახული უნდა იყოს პიროვნება და ზეღან კი აღნიშნეთ, რომ ხვალე მან იზრუნოს ხვალისაო. აქ საუბარი უფრო სხვა რაღაცაზე არის, რომ მომხოჭოლობაზე არ იყოს ფიქრი, თორემ ის რომ რაღაცა დაიგეგმოს, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ ხო მუდმივად განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. შესაბამისად, ქრისტიანის სულისკვეთება ასეთი უნდა იყოს, წმინდა წერილიდან ასე გამოდის, რომ ჩვენ გეგმა უნდა დავდოთ, ასე ვთქვათ, მივყვეთ ამ გეგმას, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ წამს ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. მაგრამ ზუსტად ეს არის, რომ აი არის ერთ-ერთი წმინდა წერილში ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომ ხვალ წავალ ერთ-ერთ საქმეზე არის ესეთი გამორიცხვა, მაგრამ თუ ღმერთმა ინება, ანუ ეს მარტო სიტყვიერი მოშველება კი არ უნდა იყოს ამ საზრისისა და აზრის არამედ რეალურად უნდა გრძნობდეს ადამიანი და ცხოვრობდეს ამ პრინციპით, რომ ჩვენ გეგმები უნდა გქონდეს, მაგრამ ღმერთს უნდა მივანდოთ ეს. შეიძლება ის რაც დღეს მეჩვენება მე ჩემთვის სასარგებლოდ გავიდეს მცირე ხანი და მივხვდე, რომ ეს გეგმა მე არ გამომადგება. არ ვერ მივხვდე, წარუმატებელი გამოდის ეს გეგმა, მაგრამ ყურები ხომ არ უნდა ჩამოყაროს ადამიანმა, უნდა გადაერთოს სხვა გეგმაზე. ანუ ეს გეგმა იმისთვის არის საჭირო, რომ იყოს შემართება, მიზანდასახულობა, მაგრამ უნდა მახსოვდეს, რომ ამ გეგმის მსახურად არ უნდა იქცემე. არამედ ღვთისმსახურება უნდა იყოს პრიორიტეტი და მოყვასისმსახურება და თუ ეს გეგმა ამ ორ საკითხში ხელს მიშლის, მაშინ რა შემჭირდება საერთოდ ეს გეგმა? კი ბატონო. აი ამავე კონტექსტში დიონისე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის სამოქალაქო და ეკლესიური ცხოვრების მიმართება. მოკლედ გითხავთ, როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად იყოს კარგი მოქალაქე და კარგი ქრისტიანიც?
საინტერესო კითხვა არის. საინტერესო კითხვა არის და პრინციპში ეს არის ერთ-ერთი მთავარი სირთულე. იმ საკითხებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არის უამრავი გამოწვევა თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ხო? ბევრი ადამიანი იბნევა თანამედროვეობაში. მას უნდა რომ ეკლესიას ემსახუროს, მაგრამ ფიქრობს, რომ აი ერში ცხოვრება და ეკლესიური ცხოვრება თითქოს რაღაცა რთულად წარმოუდგენია მას და ხშირად ხდება ისეც, რომ ეკლესიური ცხოვრების არამართებული გაგების გამო შეიძლება ერში ცხოვრობდეს, მაგრამ რაღაცა იზოლაციაში მოექცეს და სოციუმის ნაწილად აღარ იქცეს, სოციუმისთვის უსარგებლო პიროვნებად გარდაიქმნას. ეს არ შეიძლება. ჩემი აზრით და ჩემი აზრი ამ შემთხვევაში დაფუძნებულია ეკლესიის გამოცდილებაზე. ყველაზე მთავარი რაც არის, ყველა ქრისტიანმა უნდა განსაჯოს და განსაზღვროს ერთი რამ, რომ ვინ არის თვითონ, შეისწავლოს საკუთარი თავი, რა შესაძლებლობები და რესურსები გააჩნია, ანუ იპოვოს საკუთარი თავი. აი, ხშირად ვამბობ ხოლმე ამ მაგალითს, რომ ანტონი დიდს ეკითხებიან თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათნოება, რომელიც შემდგომ ადამიანს ხელს შეუწყობს, რომ განვითარდეს სულიერად. ბევრი პასუხი იყო იქ, რცლად აღარ მოვყვები ამ საკითხს, მაგრამ ანტონი დიდი ამბობს, რომ კი, მარხვა, მოთმინება, სიმშვიდე, ყველაფერი კარგია, მაგრამ სწორი განჯის უნარის გარეშე ვერაფერს მოახერხებს ადამიანი. და სწორი განჯი რას გულისხმობს, რომ მე გავარკვიო, ვინ ვარ, რა შემიძლია. რისი ტვირთვა შემიძლია. ეკლესიური ცხოვრების თვალსაზრისით და საერო ცხოვრების თვალსაზრისით. და ეს შეუსაბამო ერთმანეთს. თუ კი მე მოვინდომებ, რომ ერში ვიცხოვრო და მონაზონივით, მკაცრად პირობითად პირველი საუკუნეების ასკეტი მამასავით ვიმარხულო და ვილოცო, ეს შეუსაბამოა, ხო? ამიტომ ცხოვრების გრაფიკს თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა შეუსაბამოს ის სულიერი ღვაწლი. არც მცირედი უნდა იტვირთოს, რომ სიზარმაცე და უდებება არ გამოვიდეს მისი მხრიდან და ეს არ მისცემს სასურველ შედეგს და არც ზედმეტად მკაცრად უნდა მოთხოვოს საკუთარ თავს და მაშინ რა თქმა უნდა ძალიან მარტივი იქნება. ანუ რაც არის თავარი, ეს არის სწორა განჯის უნარი საკუთარი თავისა, საკუთარი შესაძლებლობებისა და მოძღვარი ზუსტად ამაში უნდა გვეხმაროთ. თუმცა აქ დგება ხოლმე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განსაკუთრებით კანონების სფეროში, ხო? ეკლესია არის კანონების სივრცე და სახელმწიფოც არის კანონების სივრცე, ხო? ორივეგან მოქმედებს კანონები. და ზოგჯერ ეს კანონები მაინდა-მაინც ერთმანეთთან თანხმდრაში არ მოდის. აქ განსაკუთრებით ეს თვალსაჩინო გახდა ბოლო პერიოდში, ბოლო პერიოდში გულისხმობ, ბოლო საუკუნეში და ჩვენ საუკუნეში მათ შორის, ხო? ეს უკვე ძალიან თვალსაჩინო. ადრე ესე არ იყო, ხო? ადრე ვთქვათ მონარქიულ სისტემებში თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძირითადად საეკლესიო და ვთქვათ საერო კანონები ან ერთი და იგივე იყო, ან ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. ეხლა აი ამ სეკულარულ და რელიგიურ სამყაროებს შორის განსხვავებები გაიზარდა და მათ შორის კანონების მიმართებით და ეხლა ეს რთული საკითხია, რასაც მე თქვენ გეკითხებით, რომ მაგრამ მაინც ალბათ ადამიანებმა უნდა იცოდონ მიდგომა რა შეიძლება იყოს, ხო, რომ არჩევანი ამ დროს ქრისტიანმა რის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ეს საკითხი კვლავ და კვლავ დგება ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით. დიახ, მართლაც არ არის მარტივი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგრამ ერთი რაც არის ხომ, რომ კი თქვენ აღნიშნეთ, რომ მონარქიული წყობის დროს ფაქტობრივად ზოგჯერ ერთი კანონი იყო ხოლმე და გაერთიანებული იყო ფაქტობრივად ჯულის კანონშიც კი გარკვეულწილად ხო, საეკლესიო და საერო სამართალი. მაგრამ პრინციპში არასდროს არ ყოფილა, მოდით ასე ვთქვათ, კანონები ისტორიულად რომ მიმოვიღილოთ ისე მორგებული ადამიანზე, რომ ყველა მისაღები ყოფილიყო, ხო? ნებისმიერი კანონი, რომ მისაღები ყოფილიყო. ნუ რაღაც ყოველთვის იქნებოდა იქ ისეთი, რაც შეიძლება ქრისტიანისთვის შინაგანად მიუღებელია. აქ თავარი რა არის, რომ სამოქალაქო კანონების რეგულაცია იმაში მდგომარეობს, რომ იყოს სამოქალაქობრივი, საზოგადოებრივი წესრიგი, ხო? და სასულიერო კანონების და საეკლესიო კანონების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიაში იყოს წესრიგი და სიწმინდე იქნას დაცული, ხო? შესაბამისად, რა თქმა უნდა, რაღაც კანონები შეიძლება ერთმანეთთან თანხმდრაში ვერ მოდიოდეს, მაგრამ დღეს ისეთ რადგან სეკულარული სახელმწიფო არის ჩვენი, ხომ, ეს ცოტა რთული არის, რომ მაინც და მაინც სურვილი ერთია, მაგრამ თუ ამბობთ, რომ სეკულარული სახელმწიფოა,
ცოტა შეუძლებელი არის რომ ყველა კანონი, ანუ ქრისტიანისთვის იყოს გათვალისწინებული, ქრისტიანის სურვილები, მისი მოთხოვნები, იმიტომ რომ არსებობს სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც, ხო და ამის დარეგულირება არ არის მარტივი, მაგრამ თვითონ ცალკეული ქრისტიანისთვის რასაკვირველია, მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე თავისუფალ სამყაროში ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ, და ჩვენ შეგვიძლია რომ არავინ გვიშლის ხელს რომ ეკლესიური ცხოვრებით ვიცხოვროთ, დანარჩენი უკვე ასე ვთქვათ თითოეულ ინდივიდუალურ ადამიანზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ გავიხსენოთ თუნდაც ამ პრინციპის და მიხედვით პირველი 4 საუკუნე როგორ იდევნებოდნენ ქრისტიანები, მაგრამ იქ ახერხებდნენ ცხოვრებას ქრისტიანულად და ეხლა დღეს მით უმეტეს ვერ უნდა მოვახერხოთ, როცა ბევრად უფრო ხელსაყრელი გარემო გვაქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით. და ერთი და ბოლო შეკითხვა. დიახ. ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის მართლმადიდებლობის როგორც რელიგიის გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდისთვის და პოლიტიკური იდეოლოგიისთვის, ხო? ჩვენ ხშირად ხედავთ, რომ მაგალითად ჩვენი დიდი მეზობელი სახელმწიფო ამას ძალიან ეფექტურად იყენებს ხოლმე, როდესაც გულისხმობ. არა მხოლოდ საქართველოში, სხვაგანაც. და საბოლოო ჯამში მე ამას რაღაცა ცუდი შედეგები მოსდევს ხოლმე, ხო? რამდენად საერთოდ შეიძლება რელიგია, თამითაც მართლმადიდებლური რელიგია, რომელთაც ახლა ვთქვათ, ჩვენ მას ვიცნობთ, გავიგოთ როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი, ან საერთოდ დასაშვებია თუ არა ესეთი რა. რა თქმა უნდა, არ არის ეს დასაშვები ცალსახად, უნდა ითქვას, იმიტომ რომ ეკლესიას სულ სხვა მიზნები გააჩნია და სახელმწიფოს სულ სხვა მიზნები, განსხვავებული მიზნები. გარკვეული ინტერესთან ჩაგეჭერებთ, იმიტომ რომ ხშირად მე ამას ასაბუთებენ, რომ ადრეც ხო ესე იყო. ხო, ანუ შუა საუკუნეებში ხო ესე იყო, ბიზანტიელებიც ხო ესე იქცეოდნენ, თქვათ რომაელებიც ესე იქცეოდნენ და ასე შემდეგ. მაგრამ აი პრინციპების დონეზე ალბათ ეს ასე არ არის. პრინციპების დონეზე რა თქმა უნდა არ არის. ნუ მოდით ასე ვთქვათ, ქრისტეს ცნობილი გამონათქვამი ხო, რომ მიეცი ღმერთსა, ღმერთისა და კეისარსა, კეისრისა. ეს იმას გვეუბნება, რომ რა თქმა უნდა სახელმწიფოსადმი პატივისცემა, გზავნილება, კანონებისადმი მორჩილება გვმართებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულიერი სფერო, რაიმე სახით, სულიერ სფეროს რაიმე სახით მივცეთ საშუალება, რომ გამოყენებული იქნას პოლიტიკური ინტერესისთვის. ეს კატეგორიულად დაუშვებელია, იმიტომ რომ ამით თვითონ ზიანდება ეკლესიის რეპუტაცია. ჯერ ერთი მისი ბუნებისთვის არის ეს მიუღებელი, იმიტომ რომ არავინ სასულიერო პირის გარდა, ზოგადად კრებულის გარდა, ხო, არავინ არ უნდა ერეოდეს, არავინ არ უნდა იყენებდეს ეკლესიას როგორც ინსტიტუტს თავისი მიზნებისთვის, რაც არ უნდა კეთილი მიზნები იყოს ის. თანამშრომლობა სხვა არის ქვეყნის განვითარებისთვის, ბუნებრივია ეს აუცილებელიც არის, მაგრამ თანამშრომლობა გამოყენებაში არ უნდა გადაიქცეს, ბუნებრივია. ამოდიეს, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხებისათვის. დარწმუნებული ვარ ჩვენ მაყურებელსაც, ჩვენ მაყურებელიც ინტერესს ადევნებდა თვალს. მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ, შეგახსენებთ რომ სტუმარი იყო ვანისის სიონის წინამძღვარი არქიმანდრიტი დიონისე კვიმრაძე, ჩვენ საუბრობდით იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი თანამედროვეობაში. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა.